დღევანდელი კაბინეტის სხდომამდე მე ჩავატარე ვითარების შეფასება ამერიკულ საჰაერო ტანკერებთან დაკავშირებით. ახლა ზაფხულის სეზონის შუაში ვართ. ასობით ათასი ავიაბილეთი შეძენილია ისრაელის მოქალაქეების მიერ, რომლებიც გეგმავენ მოგზაურობას და ზაფხულის არდადეგების გატარებას. ჩვენ დავპირდით, რომ ეს ფრენები განხორციელდება და არც ერთი ბილეთი არ გაუქმდება ამერიკული სატანკერო თვითმფრინავების გამო. ამიტომ მივეცი მითითება აეროპორტის ადმინისტრაციას, რომ არ დაუშვან მეტი სატანკერო თვითმფრინავის დაშვება, ვიდრე შეთანხმებული იყო. იმ 20 თვითმფრინავის გარდა, რომლებიც ბენ-გურიონის აეროპორტში განთავსდება, დანარჩენი თვითმფრინავები ისრაელის საჰაერო ძალების ბაზებზე იქნება განლაგებული. მადლობას ვუხდი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, თანამშრომლობისა და ერთობლივი ოპერაციული საქმიანობისთვის. ერთად დავამარცხებთ ტერორიზმს. სტუდიაშია IOC4 უსაფრთხოების ანალიტიკოსი იაკობ ლაპინი და მარკ რეგევი. ღმერთო ჩემო, ბოდიში მარკ რეგავი. გამარჯობა ბოდიში ამისთვის. კარგი, ეხლა მოვისმინეთ მარკ რეგევისგან, როგორც ჩანს თვითმფრინავებთან დაკავშირებით ორი ასპექტია. არის უსაფრთხოების ნაწილი და შემდეგ არის მოგზაურობა. ეს მართლა დიდი პრობლემაა? ეს ყველა თვითმფრინავი უბრალოდ ბლოკავს იმ სიმწეს და ტერიტორიას, რაც ავიაკომპანიებს სჭირდებათ მომხმარებლებისთვის? ამიტომ ვფიქრობ, ეს პრობლემა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ უკვე მოგვარებულია. თუ მოვისმინეთ, რომ ტრანსპორტის მინისტრმა თქვა, მიღწეულია შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ზედმეტი თვითმფრინავები გადახავთ სამხედრო ბაზებზე, რათა ბენ-გურიონის აეროპორტში ნორმალური გადაადგილება იყოს შესაძლებელი. რაც კარგი ამბავია. სხვა კარგი ამბავი, რომელიც ფიქრობ ნამდვილად სერიოზული ამბავია, ისაა, რომ ბოლო 6 დღის განმავლობაში ვხედავთ ირანიდან სროლას მთელ რეგიონში, ყურეში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ბარეინში, იორდანიაში, მაგრამ გამოიცანით რა. სროლა ისრაელის მიმართულებით არ ყოფილა. და ეს იმიტომ არაა, რომ ჩვენ მოლწოლ ვართ. ფიქრობ, ეს ისრაელის შეკავების ძალის მუშაობის მაგალითია. მათ იციან ესმით, რომ თუ ისრაელისკენ რაკეტებს გაუშვებენ, ისრაელისგან უზარმაზარ არაპროპორციულ პასუხს მიიღებენ. და სწორედ ამ მიზეზით ისრაელელები დღეს უსაფრთხოდ არიან და ჩვეულებრივ აგზელებენ ცხოვრებას. ესე რომ, ესეც ასეა, რაც მართალია, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს. ანუ ირანიც თამაშობს ესეთ ორლესულ თამაშს. იცის, რომ არ უნდა გადაკვეთოს ეს ზღვარი, რადგან შეიძლება აშშ-ოსგან უფრო ძლიერი პასუხი მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ირანელები ყველაფერს ითვალისწინებენ. სიმართლე ისაა, რომ ირანელები ზოგჯერ არალოგიკურადაც იქცევიან და შეიძლება ხვალვე გაისროლონ და მართალი ხარ, რასაც ვამბობდი, აქამდე ასე იყო. მაგრამ ვიყოთ გულწრფელები. ეს ყველაფერი 1-2 დღის ამბავი არ არის. უკვე დიდი ხანია ასე გრძელდება. მათ უსასრულოდ ბევრი რაკეტა ესროლეს სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ქვეყანას, რომელიც ისრაელის საზღვართან ახლოსაა, იორდანიას, მაგრამ არა ისრაელს. ეს შემთხვევით არ ხდება. მე ვფიქრობ, მათ მტკიცედ ესმით, რომ ისრაელის მთავრობა ნებისმიერ თავდასხმას ისრაელზე, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევძლებთ რაკეტების ჩამოგდებას და ისრაელში არავინ დაშავდება, მაგრამ ამას აღიქვამს როგორც ქმედებას, რომელიც მობცემს უფლებას უპასუხოთ, ძალით უპასუხოთ და დავარტყათ სამიზნეებს, მნიშვნელოვან სამიზნეებს ირანში, რომელთა დარტყმასაც უბრალოდ ველოდებით. ისინი მოგცემდნენ ჩვენ საბაბს, რომ წავსულიყავლიყავით და გაგვეკეთებინა ის, რაც გვინდა გავაკეთოთ. დიახ, იაკობ, გინდა რამე თქვა ამაზე? არ მეპარება ეჭვი, რომ ის ადამიანები, ვისაც ისრაელის საჰაერო ძალებში სამიზნეების სიის განახლება ევალებათ, ამას დღე-ღამის განმავლობაში აკეთებენ. და რომ ისინი თუ ირანელები სცდიან ჩვენს ჩათრევას კონფლიქტში, თუ ისინი ამ შეცდომას დაუშვებენ, მაშინ ისრაელი მიადგება ისეთ სამიზნეებს, რომელთაც აქამდე არ მისდგომია. ესეთი სამიზნეები, რომლებიც ნამდვილად შეიძლება დააზიანოს ამ რეჟიმის სტაბილურობა ენერგეტიკის სექტორში, ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკურ სექტორში. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ირანის რევოლუციურ გვარდიასთან, მაგრამ ასევე წარმოადგენს საკრდენებს ირანის რეჟიმისთვის. და ვფიქრობ, იცით, ჩვენ ისრაელის ოფიციალური პირებისგანაც გვსმენია ზუსტად ის, რასაც მარკი ამბობს მედიით. გაფრთხილება ირანს, რომ თუ კიდევ გაისვრის ნებისმიერი მიზეზით, იქნება ეს ლიბანის გამო, თუ იმის გამო, რომ სურს სპარსეთის ყურის კონფლიქტის გაფართოება, ისრაელის პასუხზე ვეღარავინ ვარაუდებს. ეს უბრალოდ კიდევ ერთი რაუნდი აღარ იქნება. ისრაელი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ თავად რეჟიმის სტაბილურობას შეუტიოს. ესე რომ ვფიქრობ, ირანელებმა ეს გაიგეს. არ ვითხოვდი, რომ ისინი შეკავებულები არიან, რადგან ვფიქრობ, ეს კონცეფცია ირანული გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან მიმართებაში ზედმეტად თვითდაჯერებული. ისინი ნამდვილად შეძლებენ გააკეთონ გათვლები და გადაწყვიტონ, რა არის მათ ინტერესებში და რა არა. ასე რომ, თუ ამას შეკავებას უწოდებთ, მაშინ კარგი. მაგრამ თუ ისინი ხვალვე ისევ შეძლებენ რაკეტები დაგუშინონ, მე არ მჯერა შეკავების, როცა საქმე ჯიჰადისტებს ეხება. ვფიქრობ, მათ რეალურად ვერასდროს აკავებენ.
ისინი უბრალოდ აკეთებენ გათვლებს იმის მიხედვით, რა უკეთესად უწყობს ხელს მათ მიზნებს. და ამჟამად ირანელები ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი რეჟიმი და აირიდონ ისრაელის სამხედრო ძალა. ასე რომ ეს არის ჩემი შეხედულება ამ საკითხზე. დღის ბოლოს, რასაც ჩვენ ხედავთ, რეალურად ხედავთ, არის ის, რომ ამერიკელები და ირანელები აწარმოებენ დაბალი ინტენსივობის, წინასწარ გათვლილ ესკალაციურ დაპირისპირებას ჰორმუზის სრუტის მომავლის გამო. იმიტომ რომ მათ პაკისტანში გასულ თვეში, ივნისში, ხელი მოაწერეს ურთიერთგაუგებრობის მემორანდუმს. და თითოეული მათგანი მას სრულიად განსხვავებულად განმარტავს ჰორმუზის სრუტის მომავალთან დაკავშირებით. ამერიკელებმა ეს ასე განმარტეს. მათ შეუძლიათ ენერგორესურსების გადამზიდავი ტანკერები ომანის სანაპიროსკენ გადაამისამართონ. ირანელებმა ეს მემორანდუმი ასე განმარტეს. მათ ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი აქვთ და მილიარდობით დოლარი შევა მათ ბატარეების კომპანიებში. და ეხლა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ის ისევ გააკონტროლებს ამას დღესღამით და შემდეგ დააკისრებს გადასახადს, მიიღებს ანაზღაურებას. დაახლოებით 20%-ს, რაღაც ამ დაგვარს. თქვენ როგორ აფასებთ ამას დიპლომატიური თვალსაზრისით? ირანელები აშკარად ცდილობენ შექმნან მუდმივი სისტემა, სადაც მათ შეეძლებათ სრუტეებით გავლის მოსაკრებლების აკრეფა. ხომ ასეა? რაღაც რაც მათ ომამდე არ ჰქონდათ. და ეს მათ სჭირდებათ პირველ რიგში, იმიტომ რომ ძალაუფლებას სურთ. ეს მათ აძლევს უფლებას, როცა უნდათ, მაშინ დახურონ სრუტე. და ეს მათ კიდევ ერთ ეკონომიკურ სარგებელს აძლევს, რადგან ყველა მიცის, რომ მათი ნავთობის მარაგი, ნავთობი არ არის ის, რისი გარანტიაც შეიძლება კონდეს, მაგრამ სრუტეების კონტროლის შენარჩუნება მათთვის კარგია. და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი სწორად იქცევა, როცა ამბობს, არა, ჩვენ არ მივიღებთ სტატუს-კვოს ცვლილებას. და მან უკვე გამოაცხადა, რომ ირანის პორტებს ბლოკადაში ამყოფებენ შემდგომი შეტყობინების მიღებამდე. ამავე დროს ის ამბობს, რომ შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს კურის მეორე მხარეს ყველა პორტის გახსნას. ასე რომ, ემირატელები, ბაჰრეინელები, საუდელები, კატარელები და ქუვეითელები ყველა შეძლებენ თავიანთი გემების გაშვებას. ეს ამერიკული გეგმა, აშკარად ეს არის რისკიანი თამაში, როგორც იაკობი ამბობს, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტი ტრამპისთვის ძალიან რთული იქნება უკან დახევა, რადგან ის თავიდანვე ასე ღიად საუბრობდა. და ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია, რომ ესეთი დაბალი ინტენსივობის ომი ამ ტემპით გაგრძელდეს ნოემბრის არჩევნების შემდეგაც. ნავთობის ფასები არ იზრდება კატასტროფულად, ტრამპისთვის ეს მდგომარეობა მისაღებია და შენარჩუნებადია. და ნოემბრის შემდეგ ყველაფერი გაურკვეველია. მას შეუძლია ესკალაცია თუ მოისურვებს. მას შეუძლია ესკალაცია და თეირანზეც გადავიდეს. ამ ეტაპზე იმ შუალედური არჩევნების შედეგად შედარებით შეზღუდულ ვითარებაში ვართ. ამ მომენტში ჩვენ შეზღუდულ ბრძოლაში ვართ, სადაც თამაშის გარკვეული წესებია. ამერიკელები თეირანს არ უტყამენ და სამიზნეები ძირითადად სპარსეთის ყურის გარშემო და ასე შემდეგ. ის შეუძლია ესკალაცია მაშინ, როცა თავად გადაწყვეტს და შეიძლება ეს ნოემბრის შემდეგ მოხდეს.